საკმაყოფილდა თუ არა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მოთხოვნები, მონიტორინგის შედეგი. 2 საათი მრეწველების სარჩელის განხილვამდე, პარტიის ლიდერების არგუმენტები და ცესკოს პასუხი. მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან, ცხინვალის იზოლატორში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება. მოგესალმებით ახალ ამბებს 12 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. წინასაარჩევნო მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით რიგი პარტიების მიერ დაგეგმილია სხვადასხვა ქმედებები, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. რიგი პარტიებისა აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს. მე ახლა თავშევიკავებ დეტალების გამჟღავნებისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ მიმართულებით აბსოლუტურად მობილიზებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. შინაგან საქმეთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. სალომე ქოქიაშვილს ჩავთავთ ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში, რომელიც აღნიშნულ შეფასებებს გაგვაცნობს. სალომე, გისმენთ. დიახ, ჩვენ ამ დროისთვის მოვახერხეთ და გავესაუბროთ როგორც რესპუბლიკური პარტიის, ისე მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს, ასევე ველოდებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების კომენტარს ამ თემაზე. მართალია შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი პარტიები იგულისხმა იმ პარტიათა რიგებში, რომლებიც მისივე ინფორმაციით წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ გეგმავენ გარკვეულ პროვოკაციებს, თუმცა ამ თემებზე მხოლოდ სხვა პარტიები მსჯელობენ და ბჭობენ. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი ამ შემთხვევაში მაგალითად ამბობს, რომ ის პასუხს აკეთებს ერთ-ერთ პარტიაზე, რესპუბლიკურ პარტიაზე და არის დარწმუნებული, რომ რესპუბლიკური პარტია ამ მიმართულებით პროვოკაციებს არ გეგმავს, თუმცა ლევან ბერძენიშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს უფრო აქტიური მოქმედებებისკენ, თუ კი ასეთი ინფორმაცია არსებობს. რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ისინი უკვე ეჭვობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საკუთარ განცხადებაში ყოფილი სახელისუფლებო გუნდი იგულისხმა. მართალი გითხრათ, მე არ მაქვს ასეთი ტიპის ინფორმაცია, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი რახან ამბობს, მე მას შევახსენებდი ნაციონალების ძველ ლოზუნგს საქმე ლაპარაკის ნაცვლად, რომელიც იმათ კომუნისტებისგან აიღეს. თუ არის ასეთი რამ, ლაპარაკს და წინასწარ გამოცხადება და ანონსირებას, ჯობია აღიკვეთოს, დამნაშავეები ვიყო, დავსაჯოთ და არჩევნები ჩატარდეს პატიოსნად. მე ვიცი პასუხს ვაგებ ერთ პოლიტიკურ ძალაზე, ერთ პარტიაზე, რომელიც პროვოკაციებს არ გეგმავს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ რაიმე ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, თუ არსებობს გარკვეული საფუძველი ასეთი განცხადებების, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ არ დავუშვათ რაიმე ტიპის დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რაიმე ფორმის ძალადობა, არეულობა, მით უმეტეს არჩევნების წინ და არ მივცეთ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ამით საგებლობის შესაძლებლობა. ისეთი პოლიტიკური ჯგუფისგან, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა, მე არ გამოვრიცხავ არაფერს, მათ შორის იმას, რომ მათ ჰქონდეთ ცდილობა იმისა, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ, გარკვეული არეულობა შეიტანონ საარჩევნო პროცესში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თავიანთი რაღაც შედეგის მიღწევის ერთადერთ შანსს ისინი ამაში ხედავენ. სხვა მხრივ, სტაბილურ ვითარებაში, ასე ვთქვათ, თავისუფალ გარემოში ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკურად გაბანკროტებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ნახოთ, რას უპასუხებს ნაციონალური მოძრაობა მმართველი პარტიის ამ ბრალდებას, რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ უკვე დაუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიები იგულისხმა მინისტრმა საკუთარ განცხადებაში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი მღებრიშვილი მეტად დაკონკრეტებას უკვე ახალ განცხადებაში არაპირებს. მადლობა სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. ვიდრე მინისტრი ვარ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს. ეს განცხადება გიორგი მღებრიშვილმა დემონსტრუა საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. გარდაცვლილის ოჯახში ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილს ადგილობრივი პოლიცია მფარველობს. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გამოძიებას მთავარი პროკურატურა ობიექტურად აწარმოებს. მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში პოლიციელების დადანაშაულების შემთხვევებმა ისტერიული ხასიათი მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერავინ ვერ დააფარებს ხელს ვერავის. ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი მქვია. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, ზოგი ყავდება ერთ კვირაში, ზოგი ერთ თვეში, ზოგის მიმართ ძებნის ღონისძიებები გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვძებნოთ და ეს ადამიანი წარსდგეს გამოძიების და მართლმსაჯულების წინაშე.
რეწველები ჩვენი საქართველოს სარჩელს საქალაქო სასამართლოში 2 საათში განიხილავენ. რეგისტრაციიდან მოხსნილი ბლოკის ლიდერები ამბობენ, რომ მათ ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი არგუმენტები აქვთ და ბლოკმა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად საარჩევნო სიაც წარადგინა. განცხადება გოგი თოფაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა, ნოდარ ჩაჩუას ჩართავთ ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნოდარ გისმით. დიახლიზამ რეწველების ლიდერი დარწმუნებულია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ბათილად ცნობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით. დღეს გოგი თოფაძე განმარტავს, რომ რეწველების წარმომადგენლებს, ანუ დაცვის მხარეს აქვს ყველა შესაბამისი არგუმენტაცია, ყველა შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ რეწველებმა მომავალში უკვე შეძლონ წინა საარჩევნო კამპანიაში სრულყოფილად ჩართვა. გოგი თოფაძისვე განმარტებით, ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც რეგისტრაციისთვის არის საჭირო, მრეწველებმა სწორედ 5 საათსა და 24 წუთზე შეიტანეს, ანუ სამუშაო დროის დასრულებამდე 9 საათით ადრე. ეს დოკუმენტი არის CSKOS მიერ ბეჭედ დარწმული და ხელმოწერილი, რომ ჩვენ ჩავაბარეთ ყველა საბუთი 5 საათზე და 24 წუთზე. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია. ნომერი მოცემული გვაქვს 37-36, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ მივიტანეთ დროზე. ოცნების გარდა დანარჩენი ყველა 5-6 პარტია, რომელიც რეალურად გვაქვს შანსი, რომ გადავლახოთ არა მარტო ჩვენ, არა მარტო 5%-ზე ვფიქრობ, ალბათ ვიღაცას კონკურენტებს არ აწყობდათ, რომ ჩვენც ყოფილიყავით, რომ ჩვენი ხმები ვიღაცას გადაენაცვლებინა. ამას ყველაფერს სასამართლო დაადასტურებს. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია CSKOS თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს ხდომაზე ასევე იქნება წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც CSKO მიიღო მრეწველებთან დაკავშირებით. არსებობს იმისი საფუძველი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, განკარგულება ცნობილი იქნეს ბათილად. ჩაბარებული არის 17 საათსა და 24 წუთზე. აი ზუსტად ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ჩაბარებულია დროულად. ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიცავს ინსტიტუციის პოზიციას და იმ გადაწყვეტილებას, რაც კანონის ფარგლებში მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისია, მან CSKOS თავმჯდომარე. პარტიული სიის წარმოუდგენლობა არის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი საარჩევნო სუბიექტისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომელიც წერია შესაბამისი სამსახურის დეპარტამენტის დასკვნაშიც. შეძლებენ თუ არა ქართული ოცნების ყოფილი პარტნიორები მრეწველები წინა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და ბათილებს თუ არა მოსამართლე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამას რამდენიმე საათში სწორედ სასამართლოს გამართვის შემდეგ გავიგებთ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხდომა 2 საათზეა ჩანიშნული, სადაც სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს მსჯელობა. მადლობა, ნოდარ ჩაჩუა იყო. გიორგი რუხაძემ პაატა ბურჯულაძის პარტია დატოვა. მიზეზად კი ახლად შემოერთებული წევრების მმართველობა დაასახელა, რომელთა იდეებსაც ის არ იზიარებს. ხათნო ლაგაზიძის და მერაბ მეტრეველის შემდეგ გიორგი რუხაძე მესამე ადამიანია, რომელიც ბურჯულაძის პარტიას გაემიჯნა. ნიკა მოლოდინაშვილს ჩავთავთ ახლა მომბის პირდაპირ ეთერში. ნიკა, უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვე, რა განცხადება გააკეთა რუხაძემ აღნიშნულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა და ასევე რა კომენტარები კეთდება ბურჯულაძის პარტიაში. დიახლიზა გიორგი რუხაძემ სულ ცოტა ხნის წინ გამართა სპეციალური ბრიფინგი და მან განაცხადა, რომ მას სხვა გზა აღარ ჰქონდა იმისა და საკმაოდ უმძიმს მას ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა წუხელ საღამოს ჰქონდა მას პაატა ბურჯულაძესთან შეხვედრა და მისი თქმით ბურჯულაძემ ვერცერთი არგუმენტი ვერ დაუსახელა იმისა, თუ რატომ უნდა დარჩენილიყო ის პარტიაში. როგორც გიორგი რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეალურად პაატა ბურჯულაძე პარტიას აღარ მართავს და მართვის სადავეები აღებული აქვს ცოტა ხნის წინ ამ პარტიაში შეერთებულ გირჩისა და ასევე ვაშაძის წარმომადგენლებს, კონკრეტულად კი სასახელებს პავლე კუბლაშვილის სახელსა და გვარს და მისი განცხადებით სწორედ ეს ადამიანები მართავენ ამ შემთხვევაში პარტიას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიორგი რუხაძე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს, მაშინ როდესაც ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პაატა ბურჯულაძე სახელმწიფო ხალხისთვის თუ გადალახავს ბარიერს და მოხდება პარლამენტში, ის იქნება
ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მხარდამჭერი და სატელიტი პარტია, თუმცა ამავდროულად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებაში ასევე აცხადებს, რომ ამ პარტიის განადგურება და სწორედ გირჩთან გაერთიანება ამ პარტიის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. სულ ცოტა ხნის წინ საპასუხო განცხადება გააკეთეს პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის პარტიის წარმომადგენლებმა და როგორც ხათუნა ლაგაზიძის, ასევე გიორგი რუხაძის შემთხვევაში მათი პარტიის დატოვების ერთადერთ მიზეზად ასახელებენ განაწყენებას იმის გამო, რომ ისინი ვერ მოხვდნენ საარჩევნო სიის პირველ ათეულში. მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას. ვტოვებ იმიტომ, რომ ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის გაერთიანება. შემდა სამწუხაროდ დღეს ეს უკვე არის ძალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. პაატა ბურჭულაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა თავიდანაც და მოგვიანებითაც. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მას ყველა ფინანსური არხი ჩაუკეტა და შემდეგ უკვე გაუხსნა ახალი არხი გირჩისა და ახალი საქართველოს მეშვეობით. ამით მან პაატა ბურჭულაძე როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა. ბატონმა გიორგიმ თავიდანვე იცოდა ამ გაერთიანების შესახებ. გაერთიანება დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა და მისთვის ეს პარტია აღმოჩნდა გაყიდული და მიუღებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო მისთვის სასურველი ადგილი სიაში. მისი მოთხოვნა იყო სიაში 5 ეულში ყოფნა. ძალიან წდება გული, რომ გიორგი რუხაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმნით პარტია მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, დღეს საზოგადოებას შეჰყავს სიცრუეში და ყველა ხერხით ცდილობს და სავარაუდოდ მომავალშიც შეეცდება ამ განცხადების შემდეგ აც უკვე დევალვირებული პოლიტიკოსიდან შეინარჩუნოს აქტუალობა მედიაში, მოგვაყენოს ზიანი და მიიქციოს ყურადღება. მე შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტთან გაერთიანება მოხდა, კონკრეტულად კი გირჩთან და გიორგი ვაშაძის პარტიასთან, ამის შემდეგ ეს გაერთიანება ჯერ დატოვა მერაბ მეტრეველმა, შემდეგ ხათუნა ლაგაზიძემ, დღეს კი უკვე გიორგი რუხაძემ. მადლობა ნიკა მოლოდინაშვილი იყო პირდაპირ ეთერში. ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს. პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილის შემცვლელი 30 სექტემბრამდე უნდა დაასახელოს. გავრცელებული ცნობით, საბჭოს მდივნის პოსტზე ვანო მაჭავარიანის, თეონა აქუბარდიას, ლევან დოლიძისა და ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურები განიხილება, თუმცა არც ერთი მათგანი აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს. უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი მარგველაშვილმა საბჭოს მოქმედი ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ განცხადებას გააკეთებენ ის პირები, ვისაც ხელმწიფებად, როგორც იცით, პრეზიდენტი იღებს ამის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. დედაქალაქი ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ მილენიუმის კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა. კონფერენციას 24 ქვეყნის 58 დელეგატი ესწრება. სტუმრები საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ შედეგებს და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. ასევე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს ეცნობიან. მილენიუმი ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ერთობლივი პროექტია. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ამ მიმართულებით ჩვენ შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული ჩვენს პარტნიორ 26 ქვეყანასთან. დავასრულეთ ყველა კანონიერი ქურდის, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის აღწერა, რომელიც ინტერპოლის მწვანე ცირკულარში განმათავსეთ და ეს შესაძლებლობას აძლევს ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს, რომ ამ ადამიანების მიმართ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება. შეხვედრის დროს ჩვენ ვიმსჯელეთ ევრაზიულ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულზე. დისკუსიაში ჩართული ქვეყნების ანალიტიკოსები პრობლემების გადაჭრის გზებზე ვსაუბრობდით. ჩვენ განვიხილავთ ახალ მეთოდებს და თანამშრომლობის გაღრმავებას შევეცდებით. დანაშაულთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ინტერპოლის მნიშვნელოვანი პარტნიორია. დაკმაყოფილდა თუ არა სრულად 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულების პრობლემები. კონსტიტუციის 42 მუხმა ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილია ყველა პრობლემის ანალიზი, ასევე შეფასდა ჩატარებული სამუშაოები. ნათია ქენქაძე ესწრებოდა კვლევის პრეზენტაციას და მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. ნათია, უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვე, რა ხარვეზებზეა საუბარი?
დიახ, კონსტიტუციის 52-ე მუხლმა დაიწყო მონიტორინგი გასული წლის ოქტომბერში და მიმდინარე წლის აგვისტომდე აწარმოებდა ამ პროცესს, მათ შეისწავლის დეტალურად თუ როგორ მიმდინარეობს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო და ზარალის ანაზღაურების სამუშაოები, მათი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ 15 თვე გავიდა, ამ დრომდე არსებობს ხარვეზები, 51 დაზარალებულ ოჯახს მათი ინფორმაციით ამ დრომდე არ მიუღია კომპენსაცია, ასევე ის ოჯახები, რომლებსაც დაუზიანდათ არასაცხოვრებელი ფართი არ არიან მიჩნეული დაზარალებულებად და სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება ეს პროცესი. რიგ შემთხვევებში ამ დაზარალებულ ოჯახებს არ ჰქონდათ მესაკუთრის უფლება, ასევე ზოგიერთი მათგანის საცხოვრებელი მოხდა რეკრეაციულ ზონაში და შემდეგ გართულდა ეს პროცესები. თავად დაზარალებულებიც იმყოფებიან დღევანდელ შეხვედრაზე და ასევე მერიის წარმომადგენელი, რომელმაც უპასუხა მათ კითხვებს, მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს საკრებულოს მიერ დადგენილი წესით და ყველა დაზარალებულს შესაბამისი კომპენსაცია შესთავაზეს, თუმცა რიგ შემთხვევებში ვერ მოხერხდა შეთანხმება, რადგან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლები უარს ამბობენ შეთავაზებულ თანხაზე. თავი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ სტიქიიდან უკვე 15 თვეა გასული და ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული დაზარალებულთა ანაზღაურების საკითხი, შესაბამისი კომპენსაციები, ბინებით უზრუნველყოფა იქნება ეს თუ ასე შემდეგ. პრეტენზიები გვაქვს, ასე ვთქვათ, კომისიის მიმართ, სამთავრობო კომისიის მიმართ, რომლის მუშაობის ანგარიში ჩვენ ვერ მოვიპოვეთ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მთავრობაში ასეთი ანგარიში შესული არ არის. 5 ოჯახი აღმოჩნდით რეკრეაციული ზონაში, რომელიც პრეზიდენტმა დაადო განსაკუთრებულად ჩვენს ტერიტორიას. ამის გამო ვერ აკეთებენ ლეგალიზებას, ხელი შეშლილი ფაქტორია ნამდვილად ლეგალიზების კომისიისთვის და ვცდილობთ, რომ ვინაიდან ჩვენ 2007 წლამდე ვაკმაყოფილებდით აღიარების კანონებს, ვცდილობთ, ამ მიმართულებით მოხდეს ცვლილების შეტანა. მე ვისურვებდი, რომ თანამშრომლობა კონსტიტუციის 52-ე მუხლთან თუ სხვა თუ გამოჩნდება კიდევ არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს უფრო მჭიდრო, ვინაიდან ძირფესვიანად აქვს მათ შესწავლილი ეს საკითხი და ჯერ კიდევ ჩვენის აზრით დარჩენილი არის მაგალითად მიწის მესაკუთრეები, რომელთაც ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული დადგენილებით, ასევე არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეები, რომელიც ასევე არ არის გათვალისწინებული და კარგი იქნებოდა, რომ მერიამ გაითვალისწინოს ეს წინადადებები და ეს მომზადებული შესწორებები ადგილებაში, რათა ამოიწუროს მთლიანად სტიქიით დაზარალებულთა ანაზღაურების საკითხი. აბსოლუტურად გამჭირვალეთ, ოპერატიულად გამოვლინდა ეს ოჯახები, მოხდა პირველი კატეგორიის ოჯახების მათ საკუთრებაში არსებული ფართების გამოსყიდვა, უზრუნველყოფა მათი საცხოვრისით და პირველი და გადაუდებელი რაც იყო, რომ ყოველ ოჯახს ქონოდა ალტერნატიული საცხოვრებელი, ეს ამ წესის თანახმად მათ შეექმნა. ჩვენ გვყავს 5 ოჯახი, რომელზეც დღესაც არის აქ საუბარი, რაზედაც აპელირებს კონსტიტუციის 52 მუხლი, მაგრამ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ამ 5 ოჯახსაც მუნიციპალიტეტის მხრიდან წესის საფუძველზე გაუკეთდა შეთავაზებები, თუმცა ისინი ამ ეტაპზე არ იღებენ გადაწყვეტილებას. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით 13 ივნისის სტიქიის შედეგად სულ 242 ოჯახი დაზარალდა. ამ დროისთვის საცხოვრებელი ბინა გადაეცა 65 ოჯახს, გაცემულმა თანხამტკივ 15 მილიონ ლარს გადააჭერბა. მადლობა ნათია, მონიტორინგის შედეგები ნათია ქენქაძემ გაგვაცნო. მორიგი დაკავება საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის იზოლატორში საქართველოს კიდევ 2 მოქალაქეა გადაყვანილი. ისინი ხაშურის რაიონის სოფელ ვაკადან არიან. ადგილობრივების განცხადებით მათი გატაცება ტყეში მოხდა, სადაც შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ. ნინო ფისაძე გაგვაცნობს დეტალებს მოამბის ეთერში. დიახ, საოკუპაციო ზოლიდან მორიგი გატაცების შესახებ გახდა ცნობილი. საქართველოს 3 მოქალაქეა დაკავებული ეგრეთ წოდებულ საზღვართან. ესენი არიან ერთ-ერთი პიროვნება ხაშურის რაიონიდან და 2 ხაშურის რაიონის სოფელ ვაყადან. ესენი არიან კახა მეზურნიშვილი და ვალერი მეხრიშვილი. ჩვენ ვიმყოფებით ამ წუთებში სოფელ ვაყაში, ვესაუბრეთ მათი ოჯახის წევრებს. მეზურნიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია მათ გუშინ შეიტყვეს. სამივე მათგანი იყო ტყეში წასული, ლოპნის ტყეში და სწორედ იმ ადგილიდან მოხდა დაკავება. არის თუ არა იქ მავთუხლართები ან ეგრეთ წოდებული საზღვრის მანიშნებელი, ოჯახის წევრებს ამაზე საუბარი უჭირთ. ისინი ამბობენ, რომ ამ დრომდე მათ ოკუპირებული ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია და მათ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და მოუწევთ თუ არა მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა. წავიდნენ ტყეში, უნდა გაეცვლებინათ გზა. იქ რა მოხდა, მე არაფერი არ ვიცი. მოვიდნენ საღამოთი გაგვაფრთხილეს, რომ გადაიყვანესო. არისო საზღვარიო და გამბულია რამე არ იცახიან, არ არის არაფერიო, გამბულიო.
არ აბარავი რა მოხდა იქა მე არ ვიცი. ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის საქართველოს 5 მოქალაქე რჩება, მათ შორის არის სოფელ კოშკადან გატაცებული ვალიკო ხიზანიშვილი, მის გათავისუფლებას ოჯახი სავარაუდოდ დღეს ელოდება. საოკუპაციო ხაზიდან მორიგი გატაცება მოხდა, ნინო ფისაძემ გაგვაცნო დეტალები. ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ესწრება. ბათუმში იმყოფებიან ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები. დღის განმავლობაში პოლიტიკოსები გამართავენ დისკუსიას საზღვაო ნაოსნობის როლზე მსოფლიო ეკონომიკაში. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო მემორანდუმის გაფორმებაც. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა და საქართველოს ამზადებს უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურებს, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული უფლებამოსილი არიან იმუშაონ საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის დროშით მოცურავე გემებზეც არიან დაშვებული. ეს არის პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, რომელიც იმართება საქართველოში. ამ ფორუმს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა. ფორუმს ესწრება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და მიზანი არის საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო თანამეგობრობაში როგორც ერთ-ერთი მეწინავე წამყვანი საზღვაო ქვეყანა. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. განცხადება ბათუმში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მოლაპარაკებები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიღწეული შეთანხმება ჩინეთში საბაჟო გადასახადების გარეშე ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა აგროპროდუქტების შეტანა რეალიზაციას გულისხმობს. ჩინეთიდან სპეციალური დელეგაცია საქართველოს ოქტომბერში ეწევა. გაფორმდება მემორანდუმი და მომზადდება ხელშეკრულება, რომელსაც ორი ქვეყნის პარლამენტები გაუწევენ რატიფიცირებას. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კი ქუმსიშვილის განცხადებით ოფიციალურად 2017 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. ორი დღის წინ დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად მიაღწია. ჩვენ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე დავასრულეთ 7 თვეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ აღნიშნული მოლაპარაკებიდან. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ პრაქტიკულად ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე. გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყველანაირი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2.5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინეთის ბაზარზე და უკვე 8 თვის მონაცემებით 3.5 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში. მომბე 12 საათზე ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით 16 საათზე. დროებით გემშვიდობებით.